გიორგი ჩაკვეტაძის სუპერ ტრანსფერი. კვარას მსგავსად სერიას მორიგი ქართველი დაიპყრობს. დიდი კრიტიკა Paris Saint-Germain-ს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით. მათ ფარისევლები უწოდეს და შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან დიდ სკანდალში გადაიზარდოს. გიორგი მიქაუტაძის ასისტი და პენალტი ქართველისთვის ეს სეზონი შესაძლოა დიდი მომავლის მომტანი გახდეს. თითოეული თქვენთაგანი, რომელიც არ ერიდებით კომენტარებში საკუთარი აზრის დაფიქსირებას. პირდაპირ ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და არ გეშინიათ. ხართ დასაფასებლები, რადგან მოგეხსენებათ დღევანდელობაში ადამიანებს უჭირთ თქვან ის, რასაც რეალურად ფიქრობენ. მიხარია, რომ სწორედ ასეთი თავისუფალი ხალხი მიყურებს. ვიდეოს დაწყებამდე ტრადიციულად შეგახსენებთ და ალაიქოთ ის. შევეცადოთ ამჯერად მხოლოდ 2000 მოწონებაზე ავიდეთ. დარწმუნებული ვარ ამას, ძალიან მარტივად ვიზავთ. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. უდინეზემ გიორგი ჩაკვეტაძე წარადგინა ქართველმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ სერიაში თამაში მისი ოცნება იყო. თავს როგორ გრძნობს? მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და იტალიაში ვითამაშებ. სერიაში გადმოსვლა და თამაში ჩემი ოცნება იყო. უდინეზე დიდი კლუბია მდიდარი ისტორიით. უდინეზეს მაისურის ტარება ჩემთვის დიდი პატივია. კრისტიანო რონალდუს მაისური ევრო 2024-ზე. მისი მაისური ყველას გვინდოდა, თუმცა კვარა მათ გასახდელში შევიდა და მაისური მიიღო. მეც მინდოდა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა. ტექნიკურ დირექტორზე ჯანლუკა ნანიზე. მე და ნანის კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვოტფორდში ყოფნისას უდინეზეზე ხშირად ვლაპარაკობდით. მითხრა, რომ ჩემი მომავლისთვის კარგი იქნებოდა, თუ უდინეზეში გადავიდოდი და დიდი კლუბების წინააღმდეგ ვითამაშებდი. რომელ პოზიციაზე გრძნობს თავს გიორგი ყველაზე კარგად? ჩემი საყვარელი პოზიცია 10-იანია თავდამსხმელის უკან. მარცხენა და მარჯვენა გარემარბად თამაშიც შემიძლია, თუმცა მარცხნივ უფრო უკეთესად ვგრძნობ თავს. 8-იანზეც შემიძლია ვითამაშო. რა იცის მან იტალიის ჩემპიონატზე? როდესაც კვარა სერიაში თამაშობდა, ბევრ მატჩს ვუყურებდი, აქ თამაში მარტივი არ არის, რადგან ბევრი გუნდი 5 მცველით გამოდის. ფიქრობ, აქ მეტად ტაქტიკური და დაცვითი ფეხბურთია. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოწვევაა და შემეძლება ჩემი საუკეთესო უნარები ვაჩვენო. ალბათ დამეთანხმებით, რომ ნიჭით ჩაკვე კვარას დონეზეა, შეიძლება უკეთესიც ეგ უკვე გემოვნების ამბავია, მაგრამ მისი კარიერა ისე კარგად არ წარიმართა, როგორც კვარასი. მე ვფიქრობ, რომ ეს მისი ბრალიც არის, რადგან ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში დამოკიდებულია ჩვენ შინაგან სამყაროზე, რაც ვართ იმას ვიზიდავთ. და ეხლა ეს ტრანსფერი ნათელი წერტილივით ჩანს. ფიქრობ, სწორედ უდინეზეში და შემდეგ ევროზე ვნახავთ ჩაკვეს პრაიმ და საუკეთესო ვერსიას. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ჩაკვე გაბრწყინებას? თუ თვლით, რომ არასაკმარისად კარგია, ეგეც აუცილებლად დაწერეთ. ჩემი აზრით, მილანის, იუვენტუსის, ნაპოლის და მსგავსი გრანდების წინააღმდეგ თამაშით ის კიდევ უფრო გაიზრდება და თავდაჯერებული გახდება. ტრაუმებსაც დაძლევს და ძლიერი კაცი გვეყოლება ნაკრებში. წარმატებები გიოს. მე კი მისი ხილვა ყველაზე მეტად კატალონიის ბარსელონაში გამიხარდებოდა. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა წინა სასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველი შემტევის გუნდი კომოს თასზე კომოს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. ეს მატჩი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, გუნდებმა მხოლოდ 45 წუთიანი ტაიმი ითამაშეს, რომელიც 1-1 დასრულდა. შემდეგ კი პენალტების სერია შეასრულეს, რომელშიც საწყისი 5 დარტყმის მაგივრად 3 შეასრულეს. ვილიარეალმა 3-1 გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა შემტევმა ჯერ მოლიერის გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა შეასრულა. შემდეგ კი კომოს კარში გადამწყვეტი მესამე პენალტი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. კომოს თასზე ვილიარეალი მეორე მატჩს 1 აგვისტოს ფრანგული ლანსის წინააღმდეგ გამართავს. მინი ტურნირის შემდეგ მიქაუტაძის გუნდს კიდევ 2 ამხანაგური მატჩი ელის 5 აგვისტოს ლევანტესთან და 8 აგვისტოს გალათასარაისთან. ლა ლიგის ახალ სეზონს კი 16 აგვისტოს გიორგი გულიაშვილის რასინგთან მატჩით დაიწყებს. ამერიკულ ტურნირში მყოფმა ლივერპულმა ნიუ-იორკში იანკის სტადიუმზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და რექსემს მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო. ანდონი ირაოლას გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 75 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ადგილი მოედანზე ჰარვი დევის დაუთმო. მამარდაშვილს 3 მოგერიება, 18-დან 12 ზუსტი პასი, 9-დან 3 ზუსტი გრძელი პასი და 28 შეხება ბურთთან ჰქონდა. სოფასკორმა მისი თამაში 7.6 ქულით შეაფასა. წარმატებები მამარდას. გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს. ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა რუდი გალეტიმ ახალი პოსტი გამოაქვეყნა და თავისივე ინფორმაციაში, რომ ქართველი ფეხბურთელის ხეტაფეში ტრანსფერი დახურული იყო, კორექტივები შეიტანა. ხეტაფესთან არსებული სიტუაციის მიუხედავად ლისაბონის სპორტინგი კვლავ მზადაა სევილიასა და დეპორტივოს მოусმინოს,
რომლებიც ცდილობენ ხეტაფეს ქოჩორაშვილი თვალწინ ააცალონ. ქართველი ნახევარმცველი ყველა ვარიანტისთვის ღია რჩება და მოვლენების განვითარებას მშვიდად ელოდება. ესპანურ კლუბთან მოლაპარაკებები კი სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. წერს გალეტი. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში, რომელ კლუბში ისურვებდით გიორგი ქოჩორაშვილის ხილვას და არის თუ არა ქოჩორა იმ დონეზე, რომ გრანდებში ითამაშოს. ესპანელმა ჟურნალისტმა ტომას გუაშმა პარის სენ-ჟერმენი ძალიან მკაცრად გააკრიტიკა. მიზეზი იან დიომანდეს სატრანსფერო საგაა, რომელშიც პარიზული გრანდი და რეალი იყვნენ ჩართული. PSG კოდივუარელის გაფორმებასთან ერთნაბიჯში იყო, თუმცა ბოლო მომენტში ვითარება შეიცვალა და სამეფო კლუბი ფავორიტად იქცა. ფაბრისიო რომანო ირწმუნებოდა, რომ დიომანდე კარიერას სანტიაგო ბერნაბეუზე გააგრძელებდა და ყველაფერი გადაწყვეტილია. როდესაც რომანომ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, პარის სენ-ჟერმენის წარმომადგენლის კომენტარი გავრცელდა. პარიზულ კლუბს Sky Sport Deutschland დაუკავშირდა და განცხადება ასეთია: PSG-მ იან დიომანდეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზებები უკან გაიწვია. მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა და ხელფასი სრულიად არაპროპორციული და ბაზართან შეუსაბამო იყო. PSG რაციონალური ფინანსური მართვისა და გუნდური ბალანსის პრინციპებს არ დაარღვევს. როგორც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული და ბოლო წლების ყველაზე წარმატებული კლუბი, პარი სენ-ჟერმენი ზოგიერთი აგენტის ინფლაციურ და манипуляციურ თამაშებში არ ჩაერთვება. ამის ნაცვლად კლუბი მშვიდად და თავდაჯერებულად გააგრძელებს თავისი სატრანსფერო გეგმების განხორციელებას. გუაში სწორედ ამას გამოეხმაურა და პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელები ფარისევლებად მოიხსენია. დიომანდესთან მიმართებაში პარიზელები ფარისევლები არიან. მათ ნეიმარის სანაცვლოდ 220 მილიონი ევრო გადაიხადეს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კი საერთოდ ხვიჩა კვარაცხელია 80 მილიონად იყიდეს. აღსანიშნავია, რომ რეალის ქმედებები ბარსელონამაც დაგმო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია თუ რატომ გადაწვდა ის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს, რომელმაც ორი ჩემპიონთა ლიგა მოუტანა კლუბს. იმ ადამიანის ტრანსფერს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. და მე მგონი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მას მოიყვანდნენ ზაფხულში, ზამთარში შემოდგომაზე თუ გაზაფხულს, რადგან კვარამ თავისი როლი იდეალურად შეასრულა და 80 მილიონი ჩემი აზრით კვარასთვის ძალიან პატარა თანხა, მით უმეტეს თუ თვალს გადავავლებთ ტრანსფერებს და ვინებში იხდიან 100 და 150 მილიონებს. თქვენს დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივახლავდა. იმ შემთხვევაში თუ გინდათ ჩვენი მხარდაჭერა და შრომის დაფასება, შეგიძლიათ ვიდეო დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. საინტერესოა როგორ მოიქცევა თითოეული თქვენგანი ასეთ სიტუაციაში. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.